მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ რედერი დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახოთ თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. ვინაიდან და რადგანაც დიდი ხანი არ დამიდია ვიდეო, ვეცდები დღეს ამ ქარიან ამინჩი გადავიღო რამოდენიმე შეკვეთა. დღევანდელ ვიდეოში ვიქნები გლოვოს აპლიკაციით, რადგან ბოლტის აპლიკაციის ჩართვას აღარ ვაპირებ, თუ არ დამბლოკეს არ ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის. რატომ მთავარი მიზეზი შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა ვიდეოში. ნათლად არის აღწერილი ერთ-ერთი სიტუაცია, მაგრამ მარტო ეს არ არის. კიდევ ძალიან ბევრი მიზეზია, როგორიცაა დაბალი ტარიფი, შორი მანძილები და უაზრო დროის კარგვა, უმეტეს შემთხვევაში. გამარჯობა. 661. 661. დაასწრებო. რომელია? შემახება. შემახედე და დასტურდა. მოკლედ დღეს არის ძალიან ცუდი ამინდი რა. ქარია საშინელი. ქარს ისევ წვიმაჯობია, რადგან არ მოგხვდება თავში არაფერი რა და ქარში იმდენი მშენებლობა მიდი შეიძლება რაღაცა გადმოვარდეს. ამიტომ ყოველთვის ვერიდები ქარში მუშაობას. უბრალოდ ეხლა მაინტერესებს რამდენი იქნება მაინც გამომუშავება. როგორ არ მევას დამიდასტურე, ნახარო დავადასტურე და სანამ არ გამოჩნდა, კაი რა, ყოველთვის ელემენტთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა რა და ვერ ვიღებ ნორმალურად ვიდეოს თუ არ გავთიშე, არ დავტენე, რაც დროს მოითხოვს და შეიძლება ამ დროის განმავლობაში ფიზიკურად არც ვიმუშაო მაგდენი ხანი. უბრალოდ ეს მინდა ქარში რამოდენიმე შეკვეთა დავტოვო და გაჩვენოთ თუ როგორია ქარში მუშაობა და ტარიფი. ეხლა მე მაქვს წერეთლის მაკდონალდსიდან ნახალოკაში შეკვეთა ქარვასლის ზედა ქუჩებზე, არც ისე შორმანძილზე და არის 100 ლარიანი შეკვეთა. ვაგზალი იმენა საშინელებაა, თან დღეს ბაზრის დღეა როგორც ჩანს. ყველა სადღაც ჩქარობს, თან ქარია. აი ქარში და წვიმაში ხალხი ირევა. რასაც ვამჩნევ, უფრო წვიმაში ვიდრე ქარში. ოდნავ წამოწვიმს. რამოდენიმე ვიდეოც კი შემხვდა მაგ თემასთან დაკავშირებით, რომ გადაუდნენ, მაგრამ ზუსტად ეგრეა რა. კურიერებმა უფრო ვიცით რა დროს რა ხდება ქალაქში და ამიტომ ძალიან სასაცილოა. მანქანით გამოსვლა საშინელებაა ქალაქში. გამარჯობა, შეკვეთა მოვიტანე 12 ნომერთან ვარ. It's a black doors, yeah? Yes. Okay. ესეთი ქარია და საკმაოდ გვარწევს ხალხს. ვიცი, ძმო. გამარჯობა. კაცური კაცი. აჰა. Enjoy. ვარცით. არაფრის. ნახვამდის. აჰა, რავი. მაშინ ავიდეთ. ისეთი ამინდია, უკვე სახში მინდა. არა, ვიყავ, მივაწოდე. ძაღლიათო. ისე რუსია, უკრაინელი არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ეროვნების ხალხი ვისაც შეგხვედრია, უმეტესობა რაღაცნაირია. შეშინებული, მორიდებული თუ უცნაური, რაღაცნაირ ჩაკეტილი ტიპები არიან. აგროჰაბის შეკვეთა არის. ეხა ამას 4 წუთი აწერია და 4 წუთში მისვლა კი არ მივალ 4 წუთში, მაგრამ 3 პროდუქტია. შეიძლება გამიმართლოს და მზად დამხვდეს და დიდი დროც არ წამართვან ლოდინში რა.
ალბათ შეამჩნევდით ჩემს ჩანთაზე მოხატული მაქვს ჩემი ლოგო, ესე ვთქვათ, სურათი, რომელიც ჩემი არხის თავარზე მიდევს. ეს ყველაფერი იმის მერე გამიჩნდა იდეად, რომ Bolt-ის კომპანია, რომელიც რა თქმა უნდა უპასუხისმგებლოდ იქცევა როგორც კურიერის მიმართ, ისე მომხმარებლის მიმართ. ეხლა შეიძლება მომხმარებელს რაღაცა პინი აერიოს და ძველ მისამართზე მიუთითოს შემთხვევით შეკვეთა. ნუ რაშიც მაინც უნდა დავეხმაროთ ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ ის რომ აპლიკაცია ურევს ლოკაციას, სადაც მომხმარებელი არასდროს არ ყოფილა ან არ გამოუძახებია, ამ შემთხვევაში კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. შესაბამისად მქონდა მსგავსი შემთხვევა, რომელიც შორს იყო მომხმარებელი თბილისი მოლში. მე ვიყავი კონკრეტულად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, სადაც ორი შეკვეთა მქონდა და ნუ ერთ სიტყვით ფიზიკურად ვერ მიმქონდა. პლუს ამას იქ პრინციპულად არ წავიღებდი განამომხმარებლის მიმართ პრინციპით არანაირად პირიქით მომხმარებელსაც ვუთხარი თუ ვინმე ახლობელი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობდა, მასთან მივიტანდი ამ შეკვეთას, რომ ბოლო-ბოლო ესე არ გამოსულიყო, რომ ჰაერში დარჩა თვითონ შეკვეთა რა. და ნუ მისივე მხრიდან იყო ინიციატივა, რომ დამეტოვებინა მეც კიდე, ნუ საბოლოოდ მიმართულება მივეცი კარგი ადამიანის სურვილს. ნუ ამ ყველაფერზე მაგრა გაუბრაზდი. ამატებს გზაში მეორე შეკვეთა 11-18 ბიჭო ღირს, ეხა მეორე შეკვეთის ლოდინი 18. მოდი ავიღოთ Bolt-ის ტარიფების მერე. ეს ტარიფები საკმაოდ კარგად ჩანს, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, ცუდია ის რომ ლოდინი გვიწევს. ხო, საუბრობდი იმაზე, რომ აი იმ დონეზე გამწარდი, რომ აი მართლა მომინდა დამეფარებინა ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად მაქსიმალურად შევეცადე, რომ შემეკავებინა თავი. არ არის ეგ სწორი რა. არც ერთ შემთხვევაში ბიჭო. ოფისში რო ზიხართ და ვისაც არ გაქვთ გამოცდილება, შეიძლება ისეთები ზიხართ, ვინც კურიერადაც მუშაობდით ადრე, მაგრამ საუბრობ იმ კატეგორიაზე, ვინც აი რაღაცა უაზროდ აბრეხვებთ რაღაცებს, ხვდებით როგორ გავალდებულებთ და ეგ რა თქმა უნდა არ არის სწორი მიდგომა ადამიანებთან. შესაბამისად ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი პრინციპი და ჩვენი ადამიანობა, სადაც ჩვენი შრომის ფასი ვიცით და აქედან გამომდინარე მე პირადად არც იმ ბლოკის შემეშინდება და არც რაღაცით ჩემ თავს ყოველთვის გავიტან. უბრალოდ აქ მომხმარებლის ფაქტორიცაა, რომ რავი ეხა თუ კომპანიაზე არის მინდობილი რომ შეკვეთა მიუვა ან მისი ხარვეზი არ იქნება და ხარვეზი გამოსწორდება. ამ შემთხვევაში იმედი არ უნდა გაუცროთ. ნუ ჩემი აზრით Bolt-ი არის საშინელი კომპანია ამ მხრივ. აი რატომაც წამოვიწყე ამაზე საუბარი, იდეა იქედან წამოვიდა, რომ Bolt-ის ჩანთის გადაგდება დამენანა, რადგან ჩანთა მაინც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. და მომინდა მისი წარწერის, ანუ როგორც კომპანიის რეკლამა ეგრე არ მეტარებინა და დავახატეთ ესეთი ესკიზი. ნუ სურვილის შემთხვევაში ვისაც გექნებათ რაიმე ესკიზი ან სურვილი რომ მსგავსად მოიხატოს თქვენი ჩანთები, მასალა არის წყალგამძლე. ყოველი შემთხვევაში აი კერხერი არ უნდა მიუშვირო, მაგრამ წვიმაში ჩვეულებრივად არ შორდება და შესაძლებელი იქნება დახატვა ნებისმიერი რამის. ნუ ფასი ესკიზის სირთულის ფერების რაოდენობით და ავი ზომის მიხედვით განისაზღვრება. მაგრამ ჩემ გამომწერებ ფასთან მიმართებაში არ ვაწყენინეთ. ყოველი შემთხვევით შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ, მომწეროთ, ჩამიგდოთ ესკიზი და ამ ყველაფერს ერთად გავივლით და შევძლებთ შევქნათ ესკიზი სასურველი დიზაინით. საბოლოოდ ძალიან კვაყოფილი ვარ ამ ნამუშევრით და ერთი-ერთში არის გადმოტანილი. მეორე შეკვეთა აგვიანებს -13 წუთზეა გადასული და იმედია დიდი დრო არ დაჭირდება, თორემ მომიწევს მოხსნა. აი მოხსნის შემთხვევაში რა ტარიფით წერია, მაგაზე ბევრად დაბალი ტარიფით მიგვაქვს მეორე შეკვეთა. გამარჯობა. 85 მზად არის და 600-საც დიდი დრო უნდა კიდე? ერთი პროდუქტი. ეხლა ატარებთ თუ?
აჰა. კი ბატონო. მადლობა. ესე ვადასტურებთ გლოვოში. ფოტო უნდა გადავუღოთ ჩეკს. წავედით. ნუ ცენტრში თუ ესე იგრძნობა ქარი, დარწმუნებული ვარ, აი ვარ კეთილი, დიღომი, გლდანი, უფრო ქარიანი ამინდი არის და უფრო გაგრძნობინებს ამ ტრანსპორტზე. ხაც კარგად შემოქანა. მაგრამ ყოფილა უარესი ქარიც, რა დროსაც მე ნაღდად არ მიმუშავია. ყოველი შემთხვევაში მიცდია, მაგრამ თუ ხდებოდი რომ არ ვიყავი მზად მაგ ქარში მუშაობისთვის, გავჩერებულ ვარ სახლში. ამიტომ სამუშაოდ როდესაც გამოდიხარ, სულ უნდა იყო მზად თუ როგორ იმუშავებ და როგორი დღე გექნება. გზაზე ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც პოზიტივით უნდა ვიმოძრაოთ, რადგან ეგ ჩვენივე გაღიზიანება ისახება ჩვენივე მდგომარეობაზე რა. გულია ყველაფრის ერთად გაკეთება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ თავზეა ყველაფერი დამოკიდებული. გადაღებაც, მონტაჟიც, პარალელურად მუშაობა. შესაბამისად, ამიტომ მიგრძელდება. ბევრი წერებით თუ რატომ არ ვიღებ ვიდეოებს, რატომ არ ვდებ და ნუ ამ მიზეზებთან ერთად არის ჩემი მეორე პროფესია, სადაც მიწევს დიზაინზე მუშაობა და პლუს ის რომ ყოველი ვიდეო ერთ სტილში არ გამოვიდეს. ან ერთი და იგივე აი შეკვეთის აღება და ტოვება. მაგრამ მაყურებლებს ესეც მოგწონთ, ვიცი, პირადი შეტყობინებიდან თუ გზაზე შეხვედრიდან, ვინც მცნობ ყველას მოკითხვა. ამიტომ ვეცდები შემოგთავაზოთ ყოველ კვირავერა თვეში 2 ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის ვიდეოები მაინც. ნუ ასევე ამინდებიც არის რა. აი ცუდ ამინდებში ფიზიკურად შეუძლებელია მუშაობასთან ერთად ვიდეოს გადაღება, რადგან მაინც ის ხარისხი და შედეგი არიდება, რაც უნდა იყოს. მე კი ვცდილობ მაქსიმალური ხარისხით გადავიღო ვიდეო და სასიამოვნო საყურებელი გავხადო. ეს რუსთავის მარშრუტკები და ავტობუსები ძალიან გამაღიზიანებლად მოძრაობენ ქალაქში. ვერ გაიგებ ბასლაინზე დადიან თუ ჩვეულებრივ სავალზე. შეიძლება ბასლაინზე ისე უეცრად გადმოტეხოს და გააგრძელოს მოძრაობა, რომ არც დაგინახოს, ან თუ დაგინახოს, მაინც ჩაგიჭრას. მარტო მე არ მაღიზიანებს ალბათ ეს ფაქტი. აბა რა შვები. ოპა, ტესლა. მადლობა. აი, სადაც ბასლაინია და შეხვევა გიწევთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რადგან შეიძლება ან ავტობუსი, ან ტაქსი, ან თუნდაც მოპედი მოდიოდეს და არ იყოს მზად იმისთვის, რომ ჩვენ ჩავუჭრათ. ახლაც იგივე ფაქტი იყო, სარკეში რო გავიხედე, ტესლა მოდიოდა და არ ვეცადე გზის ჩაჭრა. შესაბამისად თვითონაც დამითმოდა. გავაგრძელე ჩემი გზა. ეს არის 6 საათი. აი ხიდებზეც ძალიან იგრძნობა ქარი და შეიძლება პირველი ზოლიდან მესამეში აღმოჩნდე უცებ. ამიტომ ჩქარა არ უნდა ვიაროთ ესეთ ადგილებში. მით უმეტეს მაშინ, როცა მანქანები მოძრაობენ. გამომარჯოს, ეს თქვენი შეკვეთა არის. დავიდი. ხო. ორი შეკვეთა არის ერთი ობიექტიდან. აბა. გამომიჩინე რა. ბრმა დავიღო ეხა? ეს რა პონტია 13 ლარი. ბიჭო ცოტაა და არა ვიღოთ. მაგ შაურმა სააკაზე 10 და 9 წუთია დამზადების დრო. ნუ ხშირ შემთხვევაში ამ დროებში ვერ ეტევიან და უფრო მეტის მოცდა გვიწევს. შესაბამისად მეც რავი. გავალ და
დაველოდები რა უკვე. წვერო არ დავარტყა ესე წავა. ჩიხებით მანძილს ჭრით და მანძილთან ერთად დროსაც ვიგებთ. ნუ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომ აჩი საშუალოდ შედარებით მეტი გამოიმუშაო რა. ეხლა აქ უნდა შევუხვიო. ვისაც მუშაობის დაწყება გინდათ ამ სფეროში ან დამწყებები ხართ, ხშირად ყოფილა კომენტარებში ისეთი შეკითხვები, როგორც აი რამდენს გამოიმუშავებს ან საშუალოდ რამდენის გამომუშავება შეუძლება სკუტერით, ან ელექტრომობილით, ან რაიმე ტრანსპორტით. ნუ ყოველი შემთხვევისთვის ეს არის ინდივიდუალური რა. ადამიანი შეიძლება აი პირადად მე ვაკეთებდეს საათში 15-20 ლარს, ვიღაცა აკეთებდეს 20-25 ლარს, ან ვიღაცა საერთოდ 10 ლარს რა. ყოველი შემთხვევაში ეს არის დამოკიდებული სისწრაფეზე, არა მარტო სისწრაფეზე, ქალაქის ქუჩების და შენობების ცნობაზე. ეს რაღაც ხანაირად არ მიიღოთ, ყველაფერი პრაქტიკაში მოდის, რა თქმა უნდა. პირადად მეც კი მიჭირდა პირველი წელი ნორმალურად ქალაქის გაგება და იმ რთულ ლოკაციებზე მისვლა და შეკვეთის დროულად მიტანა, ამიტომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი თავისით მოდის. აი რომ მეკითხებით ღირს თუ არა მუშაობის დაწყება, ამ ყველაფერს მე ჩემ თავზე და ჩემი პასუხისმგებლობით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა არის, ზოგი კარგად მუშაობს, ზოგი ცუდად, ზოგი ვერა. ნუ პარალელურად ცხოვრების რისკი არის, აქ იმდენი შემთხვევა ფიქსირდება, ყველა მშვიდობით გვატაროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ყველაფერზე რაღაც ის რჩევის მიცემა რა. აქედან გამომდინარე, თუ ხარ შენი თავის პასუხისმგებელი, თუ ხარ იმ მოტივაციით, რომ გაუმკლავდები აქაურ სირთულეებს, რა თქმა უნდა, შეძლებ კარგად მუშაობას და ასევე თანხის გამომუშავებას. რაც შეეხება აი საშუალოდ ყველა ვარიანტში უნდა შეძლო აი მოპედით გამოიმუშაო 15 ლარი თუ აი Bolt-ის კომპანიაში მუშაობან შეიძლება მაგაზე დაბალიც რა. და აი რაც შეეხება ელექტროსკუტერებს ან მოპედებს, იმით რამდენად შეძლებთ გამომუშავებას არ ვიცი, რადგან მან სხვა ტრანსპორტი უნდა მიუთითო. აი ვალდებულს ხდის რომ დაუთმო რა, რადგან მოდის და გამოვიდა, არ ჩაგთვალა არაფრად რა. ესეთი მძღოლების არ მესმის, ბევრი შემხვედრია ქალაქში მართლა პატივისცემით და აი იმ გათვალისწინებით როგორც უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ უმეტესობა რაღაცას გენაგლება, ან გეგონკავება, ან ჩაგიჭრის, როგორ უნდა იდგე მაგაზე წინ, ეგრე არ შეიძლება რა. აი მეუდის თქმის არ იყოს, უკვე იმ დონეზე მომრავლდა აქ ტრანსპორტი ორბორბლიანი და იმ დონეზე გახშირდა თუნდაც მოძრაობა ქალაქში ამ ტრანსპორტთან ავარიები, რომ ამ ყველაფერს უნდა შევეჩვიოთ ნელ-ნელა, რომ თანაცხოვრება შევძლოთ, ანუ ერთად მოძრაობა ქალაქში. თუ ერთმანეთს პატივი არ ვეცით, ერთმანეთს დავეჯახით ან ჩაუჭერით, ყოველთვის არ იქნება ეს კარგი შედეგის მომტანი. ნუ ეხლა აქ მიწევს ლოდინი რა, 6 და 5 წუთი. 4 წუთი დამჭირდა მოსასვლელად. შესაბამისად გავთიშავ ეხლა კამერას, რომ არ დავაჯინო ბოლომდე. ნუ ერთი შეკვეთა დამზადდა და მეორე მზადებაზეა, დაახლოებით 10 წუთი დაჭირდებაო და მაინც ჩავეკითხე, ხო გამატანენ მეორესაც. იმიტომ რომ ერთი შეკვეთის შემდეგ აი ერთი თუ ცივდება, მერე არ ატანენ ხოლმე და არის მსგავსი ფაქტები. ეხლა მომიწევს 10 წუთი ლოდინი, მანამდე ცოტას დავტენი, დანის პროცესსაც გადავიღებ. აი ჩვენი ქართველი ძმაც მაინც მუშაობენ ეს ინდოელები რა. ამბობენ რომ მაისამდე გვაქვს დრო და მაისის შემდეგ რა მოხდება კაცმა არ იცის. მე ეჭვება ეხლა ვისაც ქართული პირადობა აქვს, ისინი მაინც არ მუშაობდნენ, მაგრამ ნახოთ რა შედეგს მოიტანს. ნუ სანამ შეკვეთა დამზადდა და ყავის დალევაც მოვასწარი და ორი ღერის მოწევაც, ეხლა სად არის უკვე ავიღებ და გავაგრძელებ მუშაობას. 115 და 334. ესეთ ხარში ყველაზე მეტად მეზიზღება პიცების, ლობიანების და მსგავსი ყუთიანი შეკვეთების წაღება. შეიძლება გამოტანის დროს ისე აყირაოს ქარო, აერში მოგიწიოს ყველაფრის დაჭერა. ეხლა ამ შეკვეთას ტოვებთ ლორდ კიფანიძეზე და მეორეს ვაკეში. Bolt-ზე იმ ხალისით მუშაობდი, რომ საბონუსე სისტემა აქვს რაღაც, აი
100 შეკვეთაზე 110 ლარი, 150-ზე 220 ლარი, მაგრამ აი ორი კვირის განმავლობაში ვცდილობდი და 100 ლარიან ბონუსზეც ვერ გავედი რა. ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე ჩემივე დროის დათმობის გათვალისწინებით რა, მაგრამ არიან რა თქმა უნდა ბიჭები, რომლებიც ამ შეკვეთებს ტოვებენ უბრალოდ დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს. ყოველი შემთხვევისთვის უმეტესობა მაინც ვერ ასრულებს ამდენ შეკვეთას, რადგან ობიექტები ყოველთვის გვალოდინებენ ბოლტზე, პლუს ამას უაზრო მანძილს იძლევა და დაბალი ტარიფის ხარჯზე რა. მაგას მაინც მირჩევნია საათში საშუალო დავაწერინო და ეგრევე მუშაო, რომ ნაკლებად მომეშლება ნერვები და მეწოდინება ბონუსის გარეშე რამდენს გამოვიმუშავებ საშუალოდ კვირაში. ძალიან ქარია ეხლა აქ. უცებ შეიძლება ისეთ ქარმა დაგარტყას გადმოქსვას მოპედიდან. ნუ გრილი ამინდია რა. სიცივით დიდად არ ცივა, მაგრამ ქარი როა მაინც იგრძნობა, ამიტომ მარტი-აპრილი მაინც ისეთი თვეები არის, რომ ამინდი გვატყუებს. ხლად რო ჩავიცვათ, გავცივდებით, ხლად გვაცვია, გვცხელა. ჩემი აზრით 9 საათი დამჭირდება ორივე შეკვეთის დატოვება. 25 წუთი უკვე გასულია შემოსვლიდან პირველ ლოკაციამდე. სავარაუდოდ ეს შენობა არის მარჯვნივ, მაგრამ შესასვლელი საიდან აქვს? ალბათ აქედან. უკნიდან ქონია. აქ იმედია არავის არ შეუშლის. მეორე სართული უნდა ერთი. ეს არის ნახტი? არა. ეს იქ აქა. ორი, ახლა სანდაიჩის. გამარჯობა, გევნელად მირთვით. კარგად. ჯობია სანამ არ გადასცემ შეკვეთას, მანამდე არ ჩახუბროთ. რადგან მქონია მსგავსი შემთხვევები, როცა დამირეკია, უთქვამს რომ ჩამოვალ, მანამდე ჩამიხურია დროის მოგების მიზნით, რომ სხვა შეკვეთა მალე შემოსულიყო და ამ დროს ისევ სხვა ლოკაციაზე ყოფილა ან დაუგვიანია დროზე მეტად. შესაბამისად გაურკვევლობა რო აირიდოთ თავიდან, ჯობია გადასცეთ და მერე ჩახუროთ. ოპა. ქარს ვეჭიდაოებით რა. ყველაზე ექსტრემალური თანამშრომლები მე მგონი საკურიეროშია. ქარი წვიმათოვლი, ქარი შხალი არ გვაშინებს არაფერი. ნუ გზებზე დაბრკოლებაზე არ საუბრო. დავაყენებ ჩემს მოპედს. ესეც მეორე შეკვეთა. გამარჯობა. შეკვეთა მოვიტანე, აი კარებთან ვარ სადარბაზოსი და როგორ გავაყო? კი, გაგიღებთ ხოლმე. კარგით. დიახ, არ გაგებულა თუ გააგეთ. არ გაიგო, ხო, ის ქარი რო არის ალბათ. შეიძლება. რომ მოაწვეთ აბა. აი პარალელურად თუ გააგებთ, აი ვაწვევი. 4-4-2-2 დიეზი. კი ბატონო, ეხა გაიხო. ვიდანვე რომ მცოდნო და კაი იქნებოდა. ეს სხვა პოზიციაზე ვერ ვაყენებ კამერას და იმედია კარგად ჩანს ყველაფერი. ან ესე უნდა ვიარო. მეუბნებოდ მირთი. ესეც ასე. ნუ ამასაც აუღე. ნუ საბოლოო ჯამში 5 შეკვეთა დავტოვე საათ და 40 წუთში. ნუ ამ 5 შეკვეთაში გამოვიმუშავე 42 ლარი და 33 თეთრი. აგერ ჩანს ალბათ. და ტიპი ნუ არ არის. ყოველი შემთხვევისთვის ჯერ არ ჩანს. ქარიან ამინჩი ასე თუ ისე სხვა ტარიფია. უბრალოდ მაინც დროს მოითხოვს და
საშუალოდ მაინც საათში იგივე თანხა იწერება. მადლობა ყველას ყურებისთვის. ვიცი რომ თავი მოგანატრეთ ჩემს მაყურებელს. ყველა მეკითხებოდით როდის დაიდებოდა ახალი ვიდეო, ასევე ოჯახის წევრებიც კითხულობდნენ და ამ მიზეზების გამო ვერ ვიღებდი ნორმალურად ვიდეოებს. მე კიდე როგორც ვახსენე შევეცდები თვეში 2 ვიდეო ყოველ კვირა თუ ვერა თვეში 2 ვიდეო მაინც ავტვირთო და იყოს სასიამოვნო სანახავი. მადლობა ჩემს გამომწერებს. თქვენ კი თუ უყურებთ და არ ყავართ გამოწერილი, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. მე კი ამით დაგემშვიდობებით დროებით.